ყველამ კარგად ვიცით, რომ სურსათის უვნებლობა სათანადო კვება და უვნებელი სურსათით მომხმარებლის უზრუნველყოფა ყველას პასუხისმგებლობაა. სახელმწიფო განსაკუთრებულ როლს თამაშობს, როგორც მთავარი წესების დამდგენი ამ კუთხით, მეწარმეები, ბიზნეს ოპერატორები და გემოვნებიანი მომხმარებელი, მომთხოვნი მომხმარებელი. მაგრამ აი ამ უწყვეტ ჯაჭვში, ამ უწყვეტ პროცესში მაინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მეწარმეს, რომელიც არის მთავარი მიმწოდებელი პროდუქტის მომხმარებლისადმი და მომხმარებელსა და მას შორის ნდობა ყალიბდება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ კი მომხმარებელი მაქსიმალურად დარწმუნებული იქნება, რამდენად უვნებელ, ნატურალურ ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქციას აწვდის ის მომხმარებელს. ჩვენი ქალაქი ოდითგან ცნობილი იყო კვების ობიექტების მრავალფეროვნებით და დღევანდელ პირობებში მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია მომხმარებლის გემოვნებაც, მომხმარებლის პასუხისმგებლობის და მოთხოვნის ვექტორიც მეწარმეების მიმართ და დღეს შევარჩიეთ მომხმარებელთა შეფასებების საფუძველზე ერთ-ერთ ასეთ შევარჩიეთ და ვესტუმრეთ ერთ-ერთ ასეთ კვებით ობიექტს საკმაოდ ცნობილ პიცერია ლეოდორას. ხოლო როგორ და რის საფუძველზე დაიმსახურეს მათ მომხმარებლის ასეთი ნდობა, თავად მოგიყვებიან მენეჯმენტი და თანამშრომლები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთან ურთიერთობაში არის სასიამოვნო გარემო დავახვედროთ ჩვენთან შემოსულ სტუმარს, რომელიც 9 საათი თუ 1 საათით შემოდის დღის განმავლობაში აქ დასასვენებლად და მისართმევად. 6 წელია ვოპერირებთ და საკმაოდ წარმატებულად შემიძლია ვთქვა და ამის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ დაწყების დღიდან დღემდე ჩვენ არ აგვიხვევია აღებული კურსისთვის, რომ პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტებს და იყოს ხარისხიანი. არის როგორც კი გაიღება დილით 9 საათიდან პიცერიის, პირველ რიგში მიმდინარეობს სანიტარული ნორმების დაცვა. და ეს არის უმაღლესი სტანდარტებით, რაც ჩვენ ხასპის მეთოდებით გავიარეთ და ვისწავლეთ. პროდუქციის სტანდარტების დონე, ამის შეფასება, ყველაფერი გავლილი აქვს თითოეულ პერსონალს, ამის შესაბამისი სერტიფიკატი გაგვაჩნიას. გავიარეთ როგორც ზედაპირების დამუშავება, ხელსაწყოების დამუშავება, სანიტარო-ჰიგიენური ნორმების დაცვა, სველი წერტილების, ცხელი ცივი წყალი, რაც პიცერია სჭირდება. ასევე პროდუქტები პირველ რიგში რასაკვირველია, ეს პროდუქტები შემოგვაქვს ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში, ქართული ანოტაციით სრულად. ჩემი პერსონალი, დიასახლისი, ასევე შეფი აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს, სადაც აბსოლუტურად შეყვანილია რა მასალით, რა დროს, რომელი ხელსაწყოთი ამუშავებს პროდუქტს და აბსოლუტურ სტანდარტებთან შესაბამისობაში ვაკეთებთ. ამის აღრიცხვა 5 წელია ვაწარმოებთ, ერთი დღით არ შეგვიწყვეტია, რომ ნახოთ, სად გქონდა თუ არა ჩავარდნა, როგორ შევძელით გამოგვესწორებინა სიტუაცია და აქამდე მოვედით 6 წელი აბსოლუტურად ჩავარდნების გარეშე. ჩვენ გვაქვს ღია სივრცე, ჩვენ პროდუქტი გამოტანილი გვაქვს გარეთ, რომელი პროდუქტითაც მზადდება ჩვენი პიცა. თითოეული პროდუქტი, ანუ ახლა ჩვენ ხორცის პროდუქტებით უფრო შებოლილი ძეხრეულით და ეს არის ქართული კომპანია, რომელიც აბსოლუტურად ზედმიწევნით არის და ჩვენი ნდობა აქვს და მსახურებული მთლიანად საქართველოშიც პატივსაცემი კომპანია არის. არ გადაგვიხვევია 6 წლის განმავლობაში ერთ და იგივე პროდუქტით მუშაობთ. ქვილს ადგილობრივი მწარმოებლისგან ვიღებთ, რომელიც ნამდვილად საერთაშორისო სერტიფიკატით, არაერთი სერტიფიკატით არის დაჯილდოებული და ერთ-ერთი წამყვანია რეგიონში და ასე რომ ყველაფერმა ამან შექმნა წარმატებული ბიზნესი და კარგი გემრიელი პიცა. ჩვენ არ ვიყენებთ ხელოვნურ დანამატებს. ჩვენთან ყველაფერი ბუნებრივია. ჩვენ ზრუნავთ მომხმარებლის კომფორტზე და ვაწვდით ჯანსაღ პროდუქტს.